მოგესალმებით, მე ვარ ცოდნე მოსიაშვილი. დღეს ერთად ვიმოგზაუროთ ავტომობილების სამყაროში და გავიგოთ, როგორ იქცა ერთი გერმანული გამოგონება ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად. ყველაფერი 1886 წელს დაიწყო, როდესაც გერმანელმა ინჟინერმა კარლ ბენცმა მსოფლიოში პირველი შეგაწვის ძრავიანი ავტომობილი შექმნა. ეს იყო სამბობილიანი ტრანსპორტი, რომლის მაქსიმალური სიჩქარე მხოლოდ 16 კმ/სთ სიჩქარეს შეადგენდა. მოგვიანებით ბრენდის სახელი მერსედესი ავსტრალიელი ბიზნესმენის ქალიშვილის პატივსაცემად დაერქვა. ბევრმა არ იცის, რომ საქართველოს ავტო ისტორია თბილისში კი არა, არამედ სენაკში დაიწყო. სწორედ აქ გამოჩნდა 1901 წელს აზნაურ უარლამ გორთუას მიერ ჩამოყვანილი პირველი ავტომობილი, ლეგენდარული როლს-როისი. საინტერესოა, რომ მანქანას 25 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა შეეძლო, თუმცა უსაფრთხოების გამო სიჩქარე იძულებით 12 კმ/სთ სიჩქარემდე ჩამოიყვანეს. იმდროინდელი ხალხისთვის ეს უცხენოათლი ნამდვილი სასწაული იყო. ცნობილი ლოგო, საქმიანი ვარსკვლავი, კომპანიის გლობალურ ამბიციას გამოხატავს. ვარსკვლავის 3 ქიმი აღნიშნავს ბრენდის დომინირებას სამ სტიქიაში, ხმელეთზე, წყალსა და ჰაერში. კომპანია თავიდან ძრავებს არა მხოლოდ მანქანებისთვის, არამედ თვითმფრინავებისა და გემებისთვისაც აწარმოებდა. დღეს Mercedes-Benz მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდია. ყველაზე გავრცელებულ მოდელებად ითვლება E-კლასი და ლეგენდარული G-კლასი. სწორედ Mercedes-მა დანერგა პირველად ავტომობილებში უსაფრთხოების ბალიშები და ABS სისტემა, რაც დღეს ყველა თანამედროვე მანქანის სტანდარტია. ავტოინდუსტრიის მომავალი ეკოლოგიურად ცუდ ტექნოლოგიებშია. Mercedes-Benz-მა უკვე შექმნა EQ სერია, რაც სრულად ელექტროძრავებზე გადასვლას ნიშნავს. 2030 წლისთვის ბრენდი გეგმავს, რომ მათი წარმოება მთლიანად ეკოლოგიურად სუფთა გახდეს, რაც კიდევ ერთხელ უსვავს ხაზს ევროპულ ინოვაციებსა და ლიდერობას.